ამჟამადაც არსებობს ესეთი აზრი, რომ ჩირქოვან გლანდებს შეიძლება რაღაცნაირი კავშირი ჰქონდეს უშვილობის გამომწვევ მიზეზებთან, ასე ვთქვათ, გადავდივართ ჩვენს შემდეგ. ყველაფერი შეიძლება ჰქონდეს მიზეზი. დიდი მადლობა ბატონო მამუკა, ახლა თქვენი რეკომენდაციით ცოტა გავიშლებით. გავიარ გამოვიარა. შემდეგ შეხვედრა. ჩვენ შემდეგ სტუმრებთან კი უნდა ვილაპარაკოთ იმ მეთოდებზე, რომლითაც შესაძლებელია ინვიტრო განაყოფიერებისას უფრო ეფექტურად დადგეს შედეგი, ასე ვთქვათ. და გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები, რეპროვარტის დამფუძნებელი და დირექტორი, ემბრიოლოგი ქალბატონი ლიკა ჭყონია და მე გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგი თამუნა ბარბაკაძე არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. დიდი ხანი არ ყოფილხართ ჩვენთან. მაგრამ ძალიან აქტუალური თემა არის დღემდე, ასე ვთქვათ, უშვილობის მკურნალობა და გვიხარია, რომ დღეს ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ. და მოდით მაშინ დავიწყოთ პირდაპირ მეთოდებით, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მუდმივად არის განახლებადი ეს მეთოდები მსოფლიო მედიცინაში. რაც შეეხება რეპროვარტს, რა სპექტრი აქვს წარმოდგენილი? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მართლა დიდი ხანი არ ყოფილა და მიხარია რომ ისევ შეგხვდით. ამასობაში ჩვენ ბევრი ახალი რამ დავიწყეთ. პრინციპში ჩვენი სფერო ძალიან განვითარებადია და იმისთვის რომ ისეთ პაციენტებს, რომელსაც ადრე ვერ მკურნალობდით და არ ჰქონდათ შანსი რომ ჯანმრთელი ყოლოდათ, აი ამ ახალი მეთოდიკებით ისეთ პაციენტებს გაუჩნდათ ძალიან რეალური და საკმაოდ მაღალი პროცენტში შესაძლებლობა რომ იყოლიონ ჯანმრთელი შვილი. გენეტიკურ კვლევებზე გქონია თქვენთანაც ყოფილვართ ამ მეთოდებზე, მაგრამ ამ მეთოდების გასაცნობად პაციენტებისთვის, მაგრამ იცით რა არის საკმაოდ ძვირია. ყველა აი როგორც ახლა გისმენდით, როდესაც რემატოიდულ დაავადებებზე საუბრობდით და ჩვენმა კოლეგამ განაცხადა, რომ ახალი მედიკამენტი არაფერი იაფი არ ღირს. ასევე არის მაღალტექნოლოგიური ნებისმიერი კვლევა არის საკმაოდ ხარჯიანი, ასე ვთქვათ. ეს არ არის მხოლოდ ადამიანის ხელფასებზე ლაპარაკია, თვითონ ტექნოლოგია არის ძვირი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თამუნაში უფრო დეტალურად მოგიყვებათ, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა, რომ იმ პაციენტებს, იმ ჯგუფ პაციენტებისა, რომელსაც ეს ესაჭიროებათ აუცილებლად, შევთავაზოთ ძალიან დიდი ფასდაკლებით ეს კვლევები. ჩვენ მუშაობთ ჩვენს პარტნიორ ლაბორატორიებთან და დიდი მოლაპარაკების ხარჯზე შევძელით რაღაცა გარკვეული ფასდაკლებისთვის მიგვეღწია მათთან, თუმცა ეს მათთვისაც ძალიან რთულია და რა ვიცი, გვინდა რომ პაციენტებმა ეს იცოდნენ, რომ გენეტიკური კვლევა, რომელზეც ახლა საუბრობთ, ეხება ქალს, ანუ მომავალ დედას თუ ემბრიონის კვლევაზე? ხო, მართალი ხართ, არ დამიკონკრეტებ, ეს არის ემბრიონის კვლევები. ჩვენ ვიღებთ ბიოფსიას პატარა ნაწილს ემბრიონის ტროფექტოდერმიდან, ბლასტოცისტის, რომელიც იმ უბნიდან სწორედ საიდანაც პლაცენტა ვითარდება და არა ემბრიონი, ამიტომ ემბრიონი არ ზიანდება. რა თქმა უნდა, კვალიფიკაციას იმ ადამიანის, ვინც ამ პროცედურას აკეთებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შემდეგ ვაგზავნით უკვე ამერიკაში ან ინგლისში, საკმაოდ ისეთ წარმატებულ ლაბორატორიაში, რომელმაც პირველმა დაიწყო რეალურად ეს პროცედურები და ისინი გვეკეთებენ ანალიზს და ამავე დროს ეხლა თამუნას ვთხოვ რომ გიამბოთ, უკვე საშვილოსნოს კვლევებით დაემატა ამ გენეტიკურ კვლევებს და ეს სიმბიოზი ძალიან წარმატებული არის ისეთი პაციენტებისთვის, რომელსაც ბევრი პრობლემა აქვთ. თამუნა, სანამ ამას მოგუყვებით, აი მინდა ჩვენი მაყურებლისთვის განმარტო, თქვათ ემბრიონის კვლევა ეს არის უკვე შემდეგი ეტაპი, თქვათ ამ პროცედურაში, რასაც ქვია, ხო, ხელოვნური განაყოფიერება, როგორც სახალხოდ ეძახიან, თუ აღნიშნეთ ჯანმრთელი შვილის ყოლის თვის აუცილებელი გამოკვლევა, ხო? თუმცა მანამდე არის ალბათ რომ ზოგადად შედგეს ეს ემბრიონი. ხო, აი რო განგვიმარტოთ. მანამდე წინა დღეს ამას სტანდარტული პროცესი ინვიტრო განაყოფიერების, კვერცხუჯრედის აღება, სპერმატოზოიდით მისი განაყოფიერება და ემბრიონის განვითარების ის ეტაპები, რაც უნდა გაიაროს ბლასტოცისტამდე განვითარების შემთხვევაში. და უკვე ბლასტოცისტის ეტაპზე ხდება ემბრიონის ბიოფსია და მიღებული მასალის გაგზავნა გენეტიკური დიაგნოსტირებისათვის. ეს აუცილებელია თუ რაღაცა იჭვის შემდეგ ჩდება სურვილი რო და აუცილებლობა რო ეს გაკეთდეს ეს ტესტი? პაციენტებს, რომლებსაც აქვთ წარუმატებელი ინვიტრო
წინამორბედი წარუმატებელი შეწყვეტილი ორსულობა ამ პაციენტებს რომელთაც პირველივე მცდელობაზე უნდათ რომ მაქსიმალურად წარმატებული მეტნაკლებად გარანტირებული ან უფრო მეტად გარანტირებული კონდეთ რეზულტატი რეალურად ეს დიაგნოსტიკის ეს მეთოდი არის ამ პაციენტების იგივე დიაგნოსტიკის მეთოდი გვაძლევს ჩვენ მოგცემს ჩვენ პასუხს ეგრეთ წოდებული ემბრიონის მიმაგრებასთან დაკავშირებით იმიტომ რომ გენეტიკური მე ასე მესმის რომ ემბრიონის რაღაც გენეტიკური კვლევა ხოლო შემდეგ ამ ემბრიონის წარმატებული მიმაგრება კიდე სხვა პროცესია ვცდები თუ არა გენეტიკურად ჯამრთელი ემბრიონი როცა მიღებულია და შექმნილია ეს რა თქმა უნდა წარმატების 70% არის უკვე გარანტირებული ამით მაგრამ ასევე 30% არის დამოკიდებული საშუალოსნოს ფაქტორზე სადაც მონაწილეობს საშუალოსნოს როგორც მორფოლოგიური ჯამრთელობა ასევე ენდომეტრიუმის რეცეფციის ფაქტორი აი ქალბატონმა მიმღებლობა ქალბატონმა ლიკამ გენეტიკური ტესტის საკითხზე გაგვიკეთა მოგვაწოდა ინფორმაცია და მე ჩემის მხრივ ხაზს გავუსვამ ზოგადად პერსონალიზირებულ ემბრიონის პერსონალიზირებულ გადატანას როგორც კლინიკურ მედიცინაში ყველა მიმართულებაში დღევანდელ დღეს წამყვანი არის პერსონალიზირებული მედიცინა ეს გულისხმობს ადამიანის პერსონალური გენური და პროტეინების ინდივიდუალური მიძგომას და ასევე ხდება ამავე მეთოდით 258 გენის დიაგნოსტირების და ექსპრესიის დიაგნოსტირების შედეგად ხდება ენდომეტრიუმის რეცეფციის განსაზღვრა და ინდივიდუალურად შერჩევა ყველაზე ოპტიმალური და ყველაზე წარმატებული პერიოდის ემბრიონის გადატანის. თქვენ აუკეთებთ კვლევებს როგორც ემბრიონს, ასევე ქალს, მის საშუალოსნოს და ენდომეტრიუმს, რამდენად მიიღებს იგი ამ ემბრიონს, ხო? და მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, კარგი დახვედრა რომ მოუწყოს. სწორედ ესეა. და ჯამრთელობაზეც მე მგონი რაღაცა კონკრეტული გარანტიები არსებობს, ხო? ამ შემთხვევაში ესე წარმოვიდგინოთ, რადგან გენეტიკურად საუკეთესო ისინი ირჩევა, ხო? საუკეთესო მოცემულობა. გენეტიკურად დიაგნოსტირებული ემბრიონისა და ენდომეტრიუმის რეცეფციის დიაგნოსტირების შემთხვევაში, როცა ორივე ნაწილი გვაქვს უკვე გარკვეული 85-90%-ამდე გვეზრდება წარმატების შანსი ეს რეალურად ძალიან დიდი ციფრია. ბავშვის ჯამრთელობა მაინც დედის და მამის გენეტიკაზე იქნება დამოკიდებული. ბავშვის ჯამრთელობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიკვლევთ აი ამ PGTA ქვია, ანუ პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირება ანეუპლოიდიისათვის. ანუ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ ქრომოსომულ კომპლექტს, როგორი კომპლექტი ნორმალური არის თუ არა, აი სწორედ ეს ასპექტი, მაგრამ ჩვენ ვერ ვსაუბრობთ გენეტიკურ დაავადებებზე, რომელიც არის მემკვიდრულად. ეს ცალკე მეთოდი, ესეც შეიძლება ზუსტად იგივე მეთოდი და იგივე აპარატზე მზადდება ამისი ანალიზი, მაგრამ უნდა იყოს ანამნეზში ჩვენება. სხვა შემთხვევაში ხა რამდენი გენი უნდა გამოიკვლიო, ხო? თქვენ აღნიშნეთ რაღაცა მსოფლიო მედიცინაში ძალიან მზარდი, ასე ვთქვათ, ინოვაციური მეთოდები და მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ კლინიკა რეპროარტს ყავს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც გახლავთ ამერიკელი ექიმი დეივიდ მაკალა და სწორედ მისი ინტერვიუ შეგვიძლია მოვისმინოთ, იგი საუბრობს სწორედ ეფექტურობაზე ამ მეთოდების და აი ამ დიაგნოსტიკის აუცილებლობაზე. ინვიტრო განაყოფიერების წარმატების შანსების გასაზრდელად რეპროარტის გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობთ, როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში. პაციენტებს ამ მიმართულებით რამდენიმე სიახლეს ვთავაზობთ, თუმცა ჯერ მინდა მოგახსენოთ იმ მეთოდის შესახებ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია რეპროარტში არსებობს. ეს არის პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა. ჩვენ ამ გენეტიკურ ტესტს სწორი რაოდენობის ქრომოსომების მქონე ემბრიონების შესარჩევად ვიყენებთ, რომლებსაც საშუალოსნოში გადატანის შემდეგ ორსულობის დადგომის გაცილებით მაღალი შანსი აქვს. პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტის შედეგად შერჩეული ემბრიონების გამოყენებისას საგრძნობლად მცირდება ორსულობის შეწყვეტის რისკიც. უნდა აღნიშნოს, რომ ინვიტრო განაყოფიერების წარმატებაში ემბრიონის გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია საშუალოსნოს როლიც და შესაბამისად ჩვენი სიახლე ენდომეტრიუმის რეცეფციის ანალიზი სწორედ ამ უკანასკნელს ეხება. აღნიშნული ანალიზი უზრუნველყოფს საშუალოსნოს სრულ მზადყოფნას ემბრიონის გადატანის დროისთვის. კიდევ კარგად იქნა ახსნილი მისი მხრიდან ამ პროცედურის მნიშვნელობა და მე მართლა მაინტერესებს რისთვის უნდა იყოს თქვათ წყვილი მზად, როდესაც მოდის ამ დიაგნოსტიკაზე. ანუ რატომღაც მაქვს წარმოდგენა, რომ ის წვილები, რომლებიც მოვლენ აი ამ პროცედურების გასავლელად თქვენ, უკვე რაღაც გამოცდილება აქვთ. სამწუხარო გამოცდილება და ბევრი წარუმატებელი ცდა, ხო?
იცით რა არის სამწუხაროდ დღესდღეობით კი აღნიშნეთ რომ ძალიან სწრაფად მზარდი და სწრაფად განვითარებადი დარგია, მაგრამ არც ერთი მედიცინის დარგი არ არის ჯერჯერობით მისული იქამდე რომ 100%-იანი დახმარება შევთავაზოთ ადამიანებს. ამიტომ რა თქმა უნდა ყოველი ახალი მეთოდიკა ძალიან გვაახლოვებს აი ამ 100%-თან. ადამიანები წყვილები რომელსაც გავლილი აქვს წარუმატებელი ინვიტრო განაყოფიერების რამოდენიმე მცდელობა, ქონიათ ორსულობა და მოეშალათ. რა თქმა უნდა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი სწორედ ეს კვლევები ჩაიტარონ და ავარჩიოთ ის ჯანმრთელი ემბრიონი და სწორედ იმ დროს რასაც ქვია იმპლანტაციური ფანჯარა. როდესაც ემბრიონის განვითარება და ენდომეტრიუმის განვითარება თანხვედრია, აი ამ მომენტში მოხდეს გადატანა. იცით, მიზეს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ მსმენია რომ აი ისეთი რაღაცა პრობლემები აქვს ჯანმრთელობის, რომ აი ამიტომ აღმოჩნდა ეს მეთოდი წარუმატებელი თუ უკვე აღარ არსებობს ისეთი მიზეზი დღეს მედიცინაში, რომლის ალბათ შეუძლებელია. მე ადამიანის ქალის ფიზიოლოგიაზე რო ვილაპარაკოთ, ბუნებრივად ყველა ციკლზე ქალი ხომ არ ორსულდება. არა. ეს არის ფიზიოლოგია, რომ ყველა კვერცხუჯრედი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ვითარდება, არ არის იმის უნარიანი, რომ ბავშვი დამჯანმრთელი კი არა და საერთოდ ბავშვი დაიბადოს აი ამ კვერცხუჯრედიდან. იმიტომ რომ მისი შემადგენლობა, მისი ქრომოსომული კომპლექტი, ან მისი გენეტიკური თუ ფიზიოლოგიური მდგომარეობა არ არის სიცოცხლის უნარიანი ემბრიონის შექმნის უნარი. ან საერთოდ ვერ განაყოფიერდება, ან თუ მოხდა განაყოფიერება შეიძლება მიემაგროს და შემდეგ მოიშლება. და ერთი კითხვა მაქვს, დროის თვალსაზრისით შეიძლება ბოლო იყოს, მაგრამ აი ჩვენი მაყურებელი რომელიც ახლა უსმენს და რომელიც დაინტერესებულია ამ პროცესით და გაიგო რომ საკმაოდ ძვირი კვლევებია. კონსულტაციის თვალსაზრისით თუ აქვს შანსი რომ თქვათ გაიარონ ჯერ კონსულტაცია. გაიგო თქვენი პაციენტები არიან. კი, იცით რა, ჩვენ ესეთი რამ გადავწყვეტეთ იმისთვის რომ მოხდეს უფრო პოპულარიზაცია მეთოდის და ადამიანებმა გაიგონ რომ მათთვის შესაძლებელია ეს ხელმისაწვდომი იყოს და ყველასთვის არ არის ეს საჭირო. არის რაღაც გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლისთვისაც საჭირო კი არ აუცილებელი არის ეს კვლევები რომ ჩაიტარდეს. ჩვენ როგორც თქვით რომ საკმაოდ დიდი ფასდაკლება გავაკეთებიათ თვითონ იმ ლაბორატორიებს, ასევე თუ ეს წვილი მოხდება იმ მიზნობრივ ჯგუფში, რომელსაც ესაჭიროება ენდომეტრიუმის კვლევები, შეიძლება მათთვის სრულიად უფასოდ ჩატარდეს ეს კვლევები და პირველი კონსულტაცია, რომელიც მას სჭირდებათ ექიმთან რომ გაიარონ და ჩამოყალიბდეთ, სჭირდებათ თუ არა მათ ეს კვლევები, ეს იქნება მათთვის უფასო. ასე რომ შეღავათია ეს ძალიან. მგონია და შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ Facebook-ის გვერდით, დაგვირეკონ, გაიარონ რეგისტრაცია. მთელი გადაცემის განმავლობაში მონიტორზე იყო გამოსახული სწორედ თქვენი კლინიკის კოორდინატები Facebook გვერდის მისამართი, სადაც შეგიძლიათ უკვე გაიგოთ რამდენად ხართ ამ კლინიკის პაციენტი და გისურვებთ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები და მოგვიყევით ამ ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდების შესახებ.